ტრამპისა და პუტინის სავარაუდო შეხვედრის წინ, რომელმაც ომი უნდა დაასრულოს და რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკება აიძულოს, დღეს ოკუპანტებმა უკრაინაში საბავშვო ბაღი დაბომბეს. რუსების თავდასხმის გამო დაღუპულია 1 და დაშავებულია 7 ადამიანი. ამ დროისთვის შენობიდან ყველა ბავშვი ევაკუირებულია. აშკარაა, რომ რუსეთი სულ უფრო თავხედი ხდება ბანდიტებისა და ტერორისტების გაჩერება მხოლოდ ძალით შეიძლება, წერს ზელენსკი. გზია ამაღლობელი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემიის მფლობელი გახდა. სახაროვის პრემიას ევროკავშირი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის გადასცემს. და აღიარებს და ეხმარება იმ ადამიანებს, ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ აზრის თავისუფლების დაცვის საქმეში. ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს, მას სავარაუდოდ გზის გადაკეტვას ედავებიან. იმედია ზამთარში, როგორც მოექცნენ და გაუერთიანეს ხვირპირი უსამართლო ძალოვნებმა, იგივენაირად არ მოექცევიან, წერს მისი ძმა სოციალურ ქსელში. მარნეულში მუშამშენებარე ბინიდან გადმოვარდა, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 26 მაისის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს და წერს, რომ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.